წყალტუბოს წალენჯიხისა და ფოთის მუნიციპალიტეტების პროფესიულ კოლეჯებში იმყოფებოდა განათლების მინისტრის ადგილზე გაეცნო სასწავლო პროცესს, შეხვდა კოლეჯების თანამშრომლებს, ისაუბრებს ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კოლეჯებთან მიმართებაში ხელი შეუწყოთ სხვადასხვა მიმართულების სახელოსნოების აშენება განვითარებას, ისევე როგორც შემდგომ წლებში საცხოვრებელი კომპლექსების აშენებას, რაც შესაძლებელს გახდის, რომ არა მარტო ლოკალურად, არამედ ქვეყნის მასშტაბით დაინტერესებული პირები აქ ჩამოვიდნენ და მაღალკვალიფიციური პერსონალის ზედამხედველობითა და გადამზადებით მიიღონ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია. კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი თავად ხვდება მასწავლებლებს, პერსონალს. ჩვენი კოლეჯი გეოგრაფიულად მდებარეობს აფხაზეთის მოსაზღვრე ტერიტორიასთან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი, ასე დევნილი და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების უზრუნველყოფა.